მოგესალმებით, ადგა სამშაბათის აღამოს 8-ის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახეთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, პატიმრებს განსაკუთრებით, უცხოეთში მყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემა გაქვთ დღეს ძალიან მოგროვდა პრობლემები და ძალიან ცუდღეში ადამიანი და ღმერთმა რა ვიცი ის იმედი არ დაგაკარგინოთ, რაც ღვთის იმედი არის, აუცილებლად ღვთის იმედი გადაგვარჩენს და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა პეტრე ძინძიბაძე, არქიმანდრიტი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე მისი სტუმრობით და დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო მობრძანებისათვის. ვერ გაქებთ, იმიტომ რომ თქვენგან ვიცი რომ აკრძალულია ეს თემა და მოკლედ შეგაქეთ, რა ვიცი, ერთი წუთი დუმის გამოვიყენებდი და იმ ერთ წუთში ვიტყოდი ამ ყველაფერს, მაგრამ ბედნიერებას გისურვებთ, მამაო, დიდი მადლობა, რომ მობრძანდებით ხოლმე და ჩვენი სტუმარი ბრძანდებით და მამაო, რამდენად საშიში არის ადამიანისათვის ხიბლი, სადღაც ვეძებოთ ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ ძალიან რთულ დღეში არის ადამიანი და ვერ ხვდება ხშირ შემთხვევაში. და მე ამ ყველაფერს მოაქვს დეპრესია, პრობლემები და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მადლობთ. თქვენ თუ გინდა ჩემაკეთ, მაგრამ დიდი მადლობა, კაი კაცი ბრძანდებით, კარგი ქრისტიანი და მიხარია თქვენთან ურთიერთობა. რო არ ვიხაროდეს, არ მოვიდოდი. მეც მიხარია რომ ხარ. ამიტომ ვცდილობ რომ თქვენს გასიამოვნო და ჩვენ ტელემაყურებლებსაც და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვტკივა. ერის ხალხს, სამოდელოებას და ყველას რა, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ვის რა თანამდებობა თუ სოციალური მდგომარეობა უჭირავს, იმიტომ რომ ეკლესიური საკითხები, ისეთი საკითხები ყველას ეხება და ყველგან და ყოველთვის. უკვდავი საკითხებია, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი თავის გზას გადის და ამ გზაზე ამ ევოლუციურ გარდაქმნებს, ევოლუციურ სიმწიფეს ემორჩილება. ბავშვობაში სხვა იდეები და მიზნები ჰქონდა, შუა ასაკში სხვა ჰქონდა, სიბერეში მოხუცებულებაში უკვე სხვა რაღაცებია და ეს იცვლება. რა არის იცით კაცობრიობას თავისი განვითარების გზა და ეს იმდენად კარგად არის შესწავლილი და დაღეჭილი, რომ ახალის გამოგონება არ უნდა და თუ ჩვენ ამ პრობლემებს თავს გავართვევთ არა მე, არამედ ღვთის სწავლებით იმ ცოდნით, რომელიც უფალმა დაგვიტოვა და გითხრა, ამას თუ გამოიყენებთ, არ შეგციოთ, არ მოგტყურდებათ, ყველაფერი კარგად იქნება და ხშირად გარკვეულ წარმატებებს რომ მივაღწევთ, უბრალოდ ღმერთი რაღაცას რომ გვიწყალობებს, გონია რომ ჩვენი აო და გვიხარია და ახლა რახან ერთი გაკეთე და მეორეც და მაგარი ვარ, ძლიერი ვარ და გვავიწყდება და ისეთ რამეებს ვოცნებობთ, რასაც ვერ მივაღწევთ. და მე ამოდის გულის გატეხვა, გაცვლება და ხშირად მე ადამიანი ტრაგედიაში წვარდება. ეს უნდა და ვერ გააკეთა, ესე იგი, მოდი ასეთნაირად ვთქვათ, რომ ამ პარტავნობა ორნაირია. ამ პარტავნობაში ვარ. ერთი, რა კარგი ვარ, რა ჭკვიანი ვარ, რა ლამაზი ვარ, რა წარმატებული ვარ და თავისთავი წარმოუდგენია ფარშევანგივით და ძლიერი, კარგია. ღვთის წყალობა აქვს და მეორე უფრო ცუდი დეპრესიული. რა ცუდი ვარ, რა უიღბლო ვარ, რო არაფერი გამომდის, სულ წვალობ. ეს გაცილებით ცუდია. და ცუდად მოქმედებს ადამიანი, კიდევ უფრო ინგრევა. ინგრევა და რა არის იცით, ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში გავიწყდება რომ ღმერთი არსებობს. ღმერთი გვაძლევს, ღმერთი გვწყალობს, ღმერთი ხელს გვიმართავს. რაც ღმერთს არ ასწადეს, არა საქმე არ იქნება. ხო და როდესაც ამ სასვებას ვკარგავთ, მაშინ ვარდებით ამ დეპრესიაში, ამ ხიბლში და უიმედობაში და არ გამოდის რაღაცა, არ გამოდის. ხლა უცბად არაფერი არ გამოდის. თუ ჩვენ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას, მეცნიერების ცხოვრებას, თინ მამების ცხოვრებას პირველ რიგში, უცბად არ გამოდის. მამების სწავლებით ასეთი ის არის, რომ ჩვენ გაგვიგია სასწაულმოქმედი მამები, მადლიანი მამები, მკურნალები,
ესენი ისინი რომელებიც ერთ სიტყვას ეტყოდნენ და ასრულდებოდა, ხელს დაადებდნენ და განკურნავდნენ, წამალს მიცევდნენ და განკურნავდნენ და დაარიგებდნენ და გამოდიოდა საქმე. მაგრამ ეს უცბად არ ხდება. ამას წლები ჭირდება და მამები აღნიშნავენ, რომ 35 წლის მერე იწყება საეკლესიო პატიოსანი მოღვაწეობის შემდეგ. ესე იგი თუ ეს კარგად არ შეამოწმა ღმერთმა, რომ ეს კაცი სანდოა თუ არა, აწევ თუ არა იმ სიმძიმეს, იმ სირთულეს. უანგაროდ გამოიყენებს თუ არა ამ ადალს. ახლა მე წინება ხოლმე ჩემ თავზე სხვაგან შორს რო არ წავიდე, ახლა მე რო სასწავლების ის კონდეს, დავჭირი გაზეთებს და დავალაგებ და ვაკურთხებ და დოლარებად გადაიქცე, ხო? ესე იგი არ მენდობა მე ღმერთი ამასე და ამიტომ არ მაძლევს ამ ძალას. ამიგეთ? აი სვიმონ მესვეტე მიდიოდა თავის მოსწავლესთან ერთად და გზად გადაეყარა ძმებს. და დაინახეს, რომ სერიოზული კაცი მივიდა მათთან, მათ ტერიტორიაზე გაიარა და მივიდნენ და უთხრეს, მამაო, თქვენა გატყობთო, რომ ბრძენი კაცი ბრძანდებითო და ჩვენა ძმები ვართ. და შობლები დაგვეხოცონ და ქონება დაგვრჩაო და გავიყავითო ყველაფერი, მაგრამ ერთი ტბა არისო და ამ ტბაზე ვჩხუბობთ ახლა, რომელს ეკუთვნის იმასა თუ მეო და ვერ მოუწესრიგდითო და უსმინა, კიდე სხვა რაღაცეები კითხა ისე. შვილებო, თქვენ ამის ღირსი არ ახართო და გადასახა ჯვარი ტბასა და გაქრა. რატო გაქრა? იმიტომ რომ ის ტბა რო დაჭე თელი ცხოვრება უნდა ეჩხუბო, რო აღარ იქნებოდა ტბა, მაგრამ ესასწაული მოქმედი ძალა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო. ადვილად არ არის. ჩვენ ხშირად გვითქვია, რომ მოსავალი რომ მიიღო, ჯერ უნდა მოხნა, დათესო, გათოხნო, მორწყა და შედეგი ნაყოფი. ხო, ისევეა კაც ცხოვრებაშიც ეგრეა. რაღაცას გაიფაფხურებს ადამიანი და გონია, რომ აი, რატო არ გამოდის რა და ყოფილა ძალიან ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ თვითონ ჩავხედოთ და გავიხსენოთ ხოლმე, რომ გავიდა წლები რაღაცა გვინდოდა ახალგაზრდობაში თუ სხვა დროს თუ რაღაცა და რაღაცა ოცნება ქონდა, რაღაცა მიზანი ქონდა და არ გამოვიდა. მაგრამ გადის წლები და მე ხვდებით, რომ კიდე კარგი ის არ გამოვიდა. კიდე კაი არ გამოვიდა, თორე ხო დავიყუპებოდი. მე პირადად ბევრისგან გამიგია და ჩემ ცხოვრებაში ყოფილა, რომ ეხლა აქ მადლობა ღმერთს, რომ აი ამ ჯვარს ვატარებ და ღვთისმსახური ვარ და ჩემი ოცნებაც ახალგაზრდობაში კოსმონავტი ყოფილიყო. ეს ჩვენი ასაკის და ჩვენი პერიოდის ახალგაზრდებისთვის ბევრი ოცნება იყო. მით უმეტეს მქონდა კავშირი კოსმონავტებთან, პოპოვიჩთან და წერილები ახლა შენახული მაქვს, მაგრამ მინდოდა წავსულიყავი მოსკოვში მესწავლა და რაღაც. ჩემი ცხოვრება ისე აწყო ღმერთმა, რომ აი უკეთესი კოსმონავტი ვარ. ზეცასთან მაინც კავშირთან ნამდვილი ზეცასთან და ისინი დადიან და ვერაფერს ვერ პოულობენ იმ კოსმოსში, ცარიელ კოსმოსში და მადლობა ღმერთს ამისთვის. მადლობა რომ ესეა და აი ამიტომ ჩვენი ოცნებებიც უნდა ვაკონტროლოთ. ისეთი რამე არ უნდა ისურო კაცმა, რასაც ვერ მიაღწევ. ხო. რასაც ვერ გააკეთებ, ხო? იმიტომ რომ მე ეს იწვევს ტრაგედიას, დეპრესიას, უბედურებას და მე მინახე, გეტყვით, საინტერესო საკითხი. აი დღესაც კი არიან ფიზიკოსები არიან, გონიათ ფიზიკოსები არიან, ღმერთმა დალუწოს, მე არავისთან პრეტენზია არ მაქვს, რომ პერპენდუმობილეს აკეთებდნენ. რაც კაცობრიობრივი არსებობს ეგვიპტის მეცნიერების ისეთი ბორბალი გეეკეთებიათ, ზოგი წყალზე, ზოგი სილაზე, როგორ ეს დატრიალდებოდა, იტრიალებდა და ენერგიას მისცემდა. დღესაც არიან ესეთები. მაგრამ არ შეიძლება ის. თეორიულადაც კი არ შეიძლება. ახლა ლარიანი რო ჩაიდო ჯიბეში და მე სულ იყო 5 ლარიანები. შეიძლება ხო ვერ მოიყებ, არ არის და როგორ მოიყებ. ის ენერგია, რომელიც აი ინტერნეტი დღეს არის და იმაში არის ხოლმე რაღაც
აჩვენებენ ნიმუშებსა, რაღაცეებსა, ატყუებენ ხალხს. ატყუებენ და ბევრი იმეორებს, არ გამოდის, ბრაზდება. ენერგიას რო გამოაცლი. აი, ახლა ცოტა უფრო ღრმად ვიტყვი, ის პერპენდუმობილი უნდათ რომ დენი მიიღო. ინდუქციურად აღიძვრება ამ კოჭაში დენი, მაგრამ იქ ავიწყდებათ რომ საპირისპიროსაც აღიძვრება, წინააღმდეგობას უწევს. აი, მარტივ მაგალითს ვიტყვი. აი, წარმოვიდგინოთ. ნოდი რაც გვესმის იმაზე დაგისვა. აი, ხო, მოდი, აი, პატარა იმას ვიტყვი. 100 მეტრიდან წყალი ჩამოდის და ატრიალებს იმას გენერატორს და გაძლევს დენს. ახლა ეს წყალი რო უკან აიყვანო, ის დენი ეყოფა იქამდე აღარ ეყოფა. აიყვანს 80 მეტრზე. და ჩვენ გვინდა რომ 120 მეტრზე აწყოს, ვერ აიყვანს, ზღაპარი. აი ესე ღვთიური სასწაულებს, ეხა იგი არის და შეიძლება რაღაცა გამოგიოს. ეს ღვთიურ სასწაულებზე არა, მე ღვთიურ სასწაულებზე მინდა რომ გითხოთ, მაგრამ უფრო ვიდრე ის არ ვქნა, ვიდრე აქ შესაბამის იმაზე მართლა ვინც ერკვევა, უფრო იმას გიზამთათ, რა ქვია, გაგიწევდოთ ოპონირებას ამ შემთხვევაში და ვერ გამიწევდა. ხო, ვიცი რომ ვერ გაგიწევდათ, მაგრამ ხომ მოვიდოდა და რაღაცნაირად ვიზამთით. მე მზათავარ ყველას. ხო, მე ნარდაც ვერ გაგიწევთ ამაში, ეგ ვიცი ზუსტად. ვიღაცას ეხა მამა ბევრს ის აი ღმერთმა აი თქვენ რასაც ამბობთ ხო ღმერთის ხელშია ყველაფერი და რამდენ რაღაცას აკეთებს ხო ღმერთი რომ ადამიანი აი რატო არის რომ ადამიანის იმაში იმიტომ რომ აი ხიბლთან მამო ახლოს აი რომ ბევრი ადამიანი აი თავის სასწაულებით და იმით მე ხიბლისკენ გადავარდება ზოგი არ გადავარდება ზოგს პირიქით სასწაული არ ჯერა და ესეც სხვანაირი ხიბლია მამო იმიტომ რომ შენი თავი რაღაცა იმათ მიგაჩნია რაღაცა გამორჩეულად და ისა. აი თუ შეიძლება მამო, აი ამას როგორ უნდა დავეყვნოთ რა თუ შეიძლება მამო. შარი სიცით. აი ღმერთი ხედავს ჩვენ გულს, ჩვენ შემეცნებას, ცნობიერებას და როცა ძალიან გავჯიუტდებით, ხოლმე მაშინ დაგვიჯის ხოლმე და ან რაღაც ძალიან სერიოზულ სასწაულს მოიყვანს ხოლმე. აი ერთ მაგალითს გეტყვით ახლა ბევრი მაგალითი შემიძლია, რამდენიმე მაგალითი შემიძლია, მაგრამ ერთს გეტყვით. ერთი ოჯახი დადიოდა ჩემთან, ყველა ცოლ-ქმარი, შვილები, სიძეები, ისინი და ყველანი ეზიარებოდნენ ამ კაცის გარდა, სიგარეტს ეწეოდა და არ ვაზიარებდნენ ხოლმე. და მეუბნები დაანები და გაზიარებ. სამ კაცმა მთხოვა, რომ მოდი სახლი მიკურთხევ და ქალაქ გარეთ ცხოვრობდა და კერძო სახლი ჰქონდა. და ახლა ვაკურთხებ ხო რახანეს ასე იქცე მეუთხარი ვაკურთხებ შემთხვევაში თუ სიგარეტს სახში არ მოწევ. არ კი შემპირდა და მე მივედი ვაკურთხე ხება რა დააშავე ოჯახის წევრები არიან ისინი ხო მორწმუნეები ყველაფერს კარგად ასრულებდნენ და მოხდა რა სასწაული. ცეცხლი გადმოვიდა და ფარდა დაიწვა. აი უყურებთ ყველანი ვდგავართ ასე და ცეცხლი გადმოვარდა ფარდა და ის კაცი ცუდად გახდა შიშით. ახლა მეტი რანაირი სასწაული უნდა იყოს ახლა. დაინახა რომ ღმერთმა გააფრთხილა რომ არავინ არ მივყარებივართ იქ. მანამდე რატო არ დაიწვა ხო ყველა იქ ვიყავით და ცეცხლი ყოველთვის გადმოდის და ყველგან გადმოდის რასაც ჭეშმარიტი რწმენაა. მარტო ცეცხლზე გაქვთ ან ზეციური ცეცხლი ხო ღმერთი რა მარტო იერუსალიმში ყველგან არის ღმერთი ხო და ეს მოხდა იმიტომ რომ ეს კაცი ცუდად გახდა და ამის დაანებად მიხვდა რომ რაღაცას თუ საკეთებდა ძალიან და დაუსვა წერტილი მე ამის ეს ამბავი არსად არ გამიხმაურებია ეს არის 30 წლის არა მეტი უფრო მეტის კიდევაც ხო და ვიღაც უგუნური იტყოდა თქვენზე სპიჩკაში აპარაო. ათო საცეცხლური მეჭირა ხელში და როგორ ის იყო ფარდა იყო 3 მეტრით იქით და რა შემჭირდება ამის გაკეთება ან იქ რა შემჭირდებოდა ან ახლა რატო უყვები ამას. იმიტომ რომ ის კატეგორია რომელიც სიტყვაზე რაღაცებს სასწაულებს აპროტესტებს რომ ვითომ მაგარი მცოდნია თან ჩვენ შეიძლება ჩვენ იმაში იგულისხმებოდეს რა ჩვენ თლაში იყოს მართლმადიდებლებში იგულისხმებოდეს ხო და ვითომ მაგარი მცოდნენი არიან. აი ამ კატეგორიას მამო რას ურჩევთ თქვენ? აი სასულიერო პირი იქნება თუ ნებისმიერი. არაფერი არა ყველა
ვაშლი დამწიფდება ადრე თუ გია. ყოველ შემთხვევაში ჩამოვარდება ზოგი ჭიანი და ზოგი. იცით მამა, აი რა შევატყე, ძალიან დიდი ბუდიშტი ერთსაც ვკითხავთ და მე მთელი გადაცემა თქვენ ლაპარაკეთ, იცით რატო რომ რა შევატყე, იცი რომ აი ძალიან პატარა რაღაცეების დაწყების შემდგომ იგმობა ღმერთი და აი ცოდვასაც მე რეიდენ. აი პატარა რაღაცა თითქოს ხო უმნიშვნელო არის, რაღაცას არ აღიარებს, ვიღაცა რაღაცა იქ კალენდარში, ვიღაცა რაღაცა ცეცხლში ეხება და ბოლოს მამაო ეს ადამიანები დიდი მამები ამბობენ, მამაო შეიძლება აღდგომა დაგმონო. აი ის ვინც შეიძლება ცეცხლს დღეს არ აღიარებს, ბოლოს შეიძლება აღდგომა დაგმონოს. წარმოგიდგენთ რამხელა საშიშია. ცოდვაც ეგეთ სტილში მოდის ხოლმე ხანდახან. რა თქმა უნდა, პატარას დაუშვებ რაღაც, აი მოდი, მე რას დამიშავეს, მოდი რა, აი ამას სიტყვაზე დაუშვებ. მე იმას და უკვე მე ძალიან დიდ ცოდვას როიდენ ფიფქებისგან გროვდება ზვავი რა. აბა საიდან იქმნება? ამ ხელა ზვავი საიდან ის ფიფქები? თითქოს არაფერი, მოდი ამას გავაკეთებ. აი ჩვენ აი მართლმადიდებლებს და ჩვენ მეგობრებს მინდა ყველას ვთხოვო, რომ აი ამ პატარ-პატარაში ძალიან თხილად ვიყოთ, იმიტომ რომ ეს პატარა კი, აი რაღაცა 4 შაბათი იქნება და ვიტყვი რომ აი მოდი რა დღეს ახლა სტუმრად ვარ და შევჭამ რაღაცასი. აი ამ პატარა იმეებით, მამო, მე დიდ მარხვებსაც არ ხვევ. აი იმაში არის თავარია რომ არ შეეჩვიო, მამო. მე თვითონ მაქვს ჩემ თავზე, მამო, გამოცდილი. მანქანით სულ არ ღვევ ხოლმე რა. აი სულ ნუ ჩემზე დამღვევი კაცშვილი მე მგონი აღარ არის. დავდივარ, მე რო დავდივარ, ხახმეურა. ჩემ ხედრიანის დროში ხარ ჩარჩენილი, მაშინ რო დაარბობდე ხო იცი რა გეტი. წარმოგიდგენ, აი პატარა დავარღვე, მამო, სულ პირველად, რა საჭესთან რო დავჯექე. აი იმის მერე, მამო, ვეხა, აი უბრალოდ ვეღარ გადათქვამ, რა ეგეთი რაღაცაა, ანუ სამწუხაროდ ეს არის ადამიანის ბუნება რა. ღმერთმა დაგიფარო, ჩემო გიორგი და მაგრამ აი რაღაცა რა პრობლემა შეგემთხვეს, მე ეს როგორ შეგეშინდება იცი? არა, მეუჯერ შემემთხვა, მაგრამ მაინც იმაშვები ხოლმე, აი სიტყვაზე ვამბობ, ხო ხდები. აი თუ შეიძლება თქვენ რომ აი ეს გვიცალია მამაო რა არის იცით ადამიანი არც უცბად ხდება მორწმუნე არც უცბად ხდება ურწმუნო მორწმუნედ გახუდობა სჭირდება დრო ნელ-ნელა შრომა პრობლემების დაძლევა მოთმინება და არც უცბად არ ხდება ურწმუნო ახლა შვება იცი რა გაიღვიძებ ყოველ დღე კითხულობ მოდი ახლა ცოტა მერე წავიკითხავ აი ზუსტად იმ პატარა დათმო. არა უშავს, მოდი ახლა აი საღამოს გავაკეთებ დღის გასაკეთებელ საქმეს. არ გამოვა ეგრე. დღეს ეს გაგაკეთებინ, ერთი კვირის მერე კიდე რაღაცას გაგაკეთებ, კიდე რაღაცას და მერე ყოველ დღე გააკეთებ. ისე გამოგიყვანს. ახლა ჩვენა ეშმაკზე უფრო არც ჭკვიანები ვართ, არც ბრძენები ვართ. არც არაფერი და იმას ნუ ეჭიდები, ნუ ეჯიბრები. თუ რამეს აკეთებ, შენთვის აკეთებ, ხო? აი ბავშვებთან საუბარში ახლა ბავშვების ენას სხვანაირად დიდს რო ელაპარაკებისი არის. ვეუბნები ხო, აი შვილო, შენ რო არ გააკეთე ეს, აი მზე რო არ ამოვიდეს დილით რა მოხდება? აღარ მოწონთ. აი დედიკომ რო საჭმელი არ გააკეთოს, რა ისიზამ? ანტა ონკანში წყალი არ ამოვიდეს. რა სიზამ? აი ერთი კარგი ფილმი იყო 60-იან წლებში გამოვიდა გერმანული ფილმი იყო. საბავშვო ფილმი იყო, მაგრამ ჭკვიანურად იყო გაკეთებული რეჟისორულად და ბავშვი მიდის სკოლაში და მასწავლებელი გაიძახებს და არ ვიციო გაკვეთილიო. დამეზარა და არ ვიცი. ო, კარგიო. რა ხომ დაგეზარა არ გისწავლიო? კარგიო, მეც მეზარება გაკვეთილის ჩატარება და წავალოს. წადით თქვენ სახშიო. ბავშვებს მეტი რა უნდათ. გაიხარეს სიხარულით წამოხდნენ, გავარდნენ და სადაც სკოლა იქვე დიდი ბაღია როგორც წარმოვიდგინოთ ვაკის პარკი ესეთი დიდი და გავიდნენ თამაშობენ საერთოდ. ო რა ახლა ბავშვებს რა უნდა გააკეთოს და რამდენიმე საათის მერე ცოტა მოშივდათ ახლა რაღაცა უნდა შეჭამონ და სკოლიდან წამოვიდნენ სკოლა და მოკლედ აღარ არის იქ. შევიდნენ რაღაც კაფე იყო და ნამცხვარი უნდა იყონ თუ რაღაცა და გამყიდველი ეკითხება რატო ხარ თუ გარეთავდა რაიო და გაკვეთილი არ ვიცოდითო და მასწავლებელმა გამოგვიშვა და მასწავლებელი წავიდა სახშიო და გვინდაო რა ნამცხვარი ვიყიდო არა მე მეზარებაო და დაუკეტა და არ მიცა მეც მივდივარ სახშიო დარჩენი შივრები ბოლოს სახში დასვლის დრო მოვიდა ეს ბიჭი მიდის სახში და დედამისიც მოდის ბაზრიდან ჩანთებით მოაქვს საჭმელი რათა ხარ ვადრე რა მოხდიო და რათა ასე იყო სკოლიდან გამოგვიშაო მასწავლებელმა
ასეო არ ვისწავლე გაკვეთილი არ ვიცოდიო და არავინ არაფერი იცოდა და გამოგუშვე წამოვედიო და იქაც მოგშვიდა და მეჩქარება მშივა და ამგო დედამ უთხრა შვილო ახლა მეც საქმეზე მივდივარო ჩემ მეგობრებთან აგერ არის საჭმელი რაც გინდა გააკეთებ შენ თვითონ ხე უცხო რამე იყო იმიტომ რომ სანამ ეს ბავშვი მოვიდოდა მანამდე დედა უმზადებდა მას საჭმელს ახლა ბავშვმა რა დაიწყო კეთება რაღაც ერთი დაეწვა მეორე დაეწვა გაუფუჭდა და საღამოს მოვიდა და ეს ყველაფერი აყირავებული სახში გაბოლილი გაფუჭებული და ეს ბავშვი დგას გაკვეთილებს სწავლობს უკვე გამიხვდა გამიგეთ რომ ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს და დილით ყველა ბავშვმა გაკვეთილებს და ყველა წევს ხელს რომ აი მე გაკვეთილი ვიცი და გამიძახი ესე რა არის იცით რომ მთელი ჩვენი ცხოვრება იმ წვრილმანებისგან შედგება ჩვენ რითიც დავიწყეთ საუბარი და ამ წვრილმანში მე რო სწორე ვიქნები დღეს გავაკეთებ, ხვალ გავაკეთებ, ყოველ საათს გავაკეთებ ის რაც მეკუთვნის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩემ გასაკეთებელს ხო არავინ არ გააკეთებს. ჩემ მაგირად ვერავინ არ ჭამ, ჩემ მაგირად ახლა დღეს ბავშვები ძალიან გაზარმაცდნენ. რატო? ახლა ჩვენი თაობის დროს რა იყო, იცით რომ ახალი ომი დამთავრებული იყო, ახალგაზრდა პატარა ბავშვები ვიყავი და ყველა მშობელი და ყველა ოჯახი ცდილობდა რომ ის რაც მათ დააკლდათ ომის დროს, შიმშილი, გაჭირვება, უკონელობა, ჩვენ თავის შვილებს არ გამოევლოთ ეს რაღაცა და თელი მონდომებით შრომობდნენ. და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის რომ ჩვენ ბედნიერები ყოფილიყავით. მაგრამ მე წავიდა კაი ცხოვრება წავიდა აქეთ-იქით და მე ჩვენს გავიარეთ ჩვენი უფროსი თაობა იძახდა ხოლმე თქვენ ომი არ გინახია თქვენ ომი არ გინახია და აი ვნახეთ ომი დიდი უბედურება და ისა დღემდეც ვერ გამოვედით ბოლომდე არა ვართ გამოსულები და ეხა ახალი თაობა ეზარება საქმის გაკეთება საჭმელი აქვს სასმელი აქვს დედამისი მამამისი თავს იკლავს საზღვარგარეთ არიან იქ არიან აქ არიან ყველაფერს აკმაყოფილებენ რომ არაფერი მოაკლდეს ბავშვს. არ სწავლობენ ამ დროს ყველა ბავშვი დადის რეპეტიტორთან. აი სამდენა ფული იხარჯება იქ. ეს ხო ისე ოჯახს აკლდება. დღეს ახლა დამთავრდა მე-12 კლასის სასწავლო სეზონი და იწყებენ ახალ ღმერთმა ხელი მოუმართოს. კარგია, მაგრამ აი საზოგადოებაში და აი ბავშვებში ორი ჯგუფი ჩამოიყო ერთი დიდი რაოდენობა რომელიც ზარმაცობს არაფერს არ აკეთებს და მეორე ძალიან ცოტა ძალიან გულმოდგინედ სწავლობს სერიოზულად სწავლობს კარგია მაგრამ ეს ცოტა არ ეყოფა საზოგადოებას დაიჩაგრებიან არა დაიჩაგრებიან იმიტომ რომ სამწუხაროა რომ რა არის ის ბევრი პრობლემებია და მე გული მткиვა ხოლმე არც მინდა ვილაპარაკო მაგრამ რო არ თქვა ახლა ყოველი თქვა ჩვენ აი 90-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს და ის იყო გაიხსენეთ თქვენ რომ თურქეთთან ურთიერთობა დაიწყო რით აქედან მიქონდა და ყიდნენ რაღაცეებს რო გაყიდეს და დარჩენ მშვილები მე იქიდან ყიდულობდნენ და აქეთ შემოქმნათ იგივე ჩვენ რა იყო იცით გაეროს სტატისტიკაში ვიყავით განვითარებული ქვეყნებში საბჭოთა კავშირი განვითარებული და მისი რესპუბლიკები და ჩვენ გადაგვიყვანეს შემდეგ განვითარებად ქვეყნების სიაში რითიც საქართველოს შემოვიდა დახმარებები გადაგვიყვანეს აფრიკის ქვეყნის დონეზე ესე იგი უსწავლელები გაუნათლებელი ესა ისა და ის რასაც სკოლაში პროგრამა მე სულ ყურადღების ქვეშ ვარ ახლა იმიტომ რომ მქონდა ჯერ ერთი ფიზიკოსი ვიყავი უნივერსიტეტში მუშაობდი ლექციაც მქონდა მე სემინარი ვაკონტროლებდი ამ პროგრამებს და ამ ყველაფერს დღემდე ვაკვირდები და უყურებ ძალიან დიდი სერიოზული განსხვავებაა მაშინდელ სწავლის პროგრამებსა და დღევანდელს შორის უმაღლესი დონე უმაღლესი ესე იგი უმაღლესი სასწავლებლის პროგრამით გადიოდნენ ევროპაში ამერიკაში ასე არ გადიოდნენ აი ნობელის პრემიის ლაურეატის ლოურენსი იყო რომელკაცი რომელმაც დიდი მეცნიერი რომელმაც დიდი როლი შეითამაშა ამერიკის ნეიტრონული ბომბის შექმნაში და წერს
რომ საბჭოთა კავშირმა იმდენად გაუსწრო ამერიკას მათემატიკაში ეს ომის შემდგომ პერიოდში რომ ამერიკამ რო შეამოწმნახეს ძალიან სერიოზული განსხვავება იყო 50-იან წლებში და რა გააკეთეს იცით ამერიკაში რომ ეს ჩამორჩენა ამოევსოთ და დაწეოდენ საბჭოთა კავშირს სტუდენტს დაუნიშნეს ვინც მათემატიკაზე და ამ ფიზიკაზე და ამ ფუნდამენტურ საგნებში სწავლობდა $2000 ეს $2000 მაშინდელი 2000 დღეს 20000 ხო და 5-6 წელიწადში ამოივსეს განსხვავება ამის მერე შეიქმნა ის ნეიტრონული ბომბი ის მითი ოცნებით კი არ იქნების ცოდნა ჭირდება იმას და სერიოზული დღეს ისეთი დონეა სკოლის ძალიან კარგია სკოლის შენობები რო კეთდება მაგრამ შენობა კი არ არის სწავლა პროგრამაა სწავლა გაუთვლელია ყველაფერი ადამიანი არა რა იყო იცით აი მაგის მაგალითის გეტყვით ახლა მე ამაში სერიოზული ჩახედული ვარ იმიტომ რომ ხო მაგრამ მაგისთვის დრო რო არ გვეყოფა არა ერთი წუთი საინტერესო რაღაცაა საინტერესო რაღაცაა ჯიკაობა რა მე ჩემ თემისკენ უნდა გადმოგწიო შესაძლოა გასაგები კომენტარებში კი დამიწერენ მაგრამ ეს ყველას გვეხება და ყველას გვჭირდება სტალინმა რა გააკეთა თავის დროს საბჭოთა კავშირში იცი შეკრიბა ყველა დარგის მეცნიერები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები და აკადემიკოსები დაავალა აი ფიზიკა რა უნდა ისწავლოს ბავშვმა, მათემატიკა, ბიოლოგია და იმად გააკეთეს. ჩვენთან ვინ აკეთებს ამ სახელმძღვანელოებს, ვინ წერს ამ პროგრამებს? ბოდიში ვიხდი და მე უყურებ, იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილები სწავლობდნენ და უყურებდი ამას და მეცინებოდა ისეთი რაღაცებს ასწავლიდა, რაც არ შეიძლება. ეხლა შიომღვიმელი მამა იყო მღვიმის მონასტერის, მაგრამ იყო არაჩვეულებრივი პოეტი, საბავშვო პოეტი შიომღვიმელი, იქაური კაცი იყო, ზეგველი და დაირქვა და არაჩვეულებრივი ლექსებია. საოცარი ლექსები, ვაჟაფშაველას ლექსები, ისინი აღარ არის ამ სკოლაში, აღარ ისწავლებ. კარგი ის რაც კლასიკა და უმაღლესი და ზნეობრიობა, შრომა, სიყვარულს, პატივისცემას გვას აღარ არის რაღაც ბოდიში ვიხდი რა აი აპატით ვიცი რაც ხო ჩვენ ვიკი ვიცით მაგრამ მე მინდა რომ მაგრამ ნახეთ მამო სწორედ ეგ მაგისკენ მიდის ბოროტი არ გპატიობს არაფერს და სწორედ ეგ უნდა მამაო რომ აი ესეთი ტვინი გარეცხოს და ადვილად მართადი ადამიანი ისა რა ქვია მოგვევლინა დღეს რომ აი რაღაცა ბატები წაერეკებიან წამოერეკებიან ამ ხალხს ანუ ადამიანს თავისი აზროვნება მოუსწეს მამო იმიტომ რომ იმ თავითვე არ ჩადეს ის რაც მართლა სააზროვნო და ის იქნებოდა რა თუ შეიძლება მამო აი ადამიანს მოდი ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი დღეს და როგორ გითხრათ აი ღმერთის სიყვარულს აი ჩვენ ადამიანები ვინც ვისჯებით ყველა ხო გარდა იმისა რომ ჩვენ წოდების გამო ღმერთის სიყვარულს ბოროტი არ გპატიობს რა კითხვი რომ ეშმაკზე არ ვილაპარაკოთ მაგრამ უნდა კითხოთ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი რო არის გაუბედურებული ბევრი ადამიანი რომ წარდება ეს იმიტომ წარდება რომ ეშმაკი არ პატიობს ღვთის სიყვარულს რა მაგას ვფიქრობ ძალიან დიდი ხანი არის და დღესაც მაგაზე ვფიქრობდი რომ ვისაც ღმერთი გიყვართ აუცილებლად ბოროტი იმას იზამს რომ აი ღვთის სიყვარულში გაგინქაროთ რაღაცნაირად უბრალოდ გიქციოთ საწუწუნო გაგიხადოთ ეს ყველაფერი და ასე შემდეგ ყველაფერს შვება ამისათვის ბოროტი რომ აი აქ აი ეს სიყვარული ჩაგამწაროს რა ის ადამიანი ვინც ისჯებიან იმიტომ რომ მამა ვიცი რაზე ვფიქრობ მაგას ბევრი ადამიანი არის ვისაც შვილი გარდაეცვალა ბევრი ადამიანი ვისაც ოჯახი დაენგრა ვისაც არ გაუმართლა რაღაცა და ამ ადამიანებს მამაო ეშმაკი ამწარებს იმიტომ რომ აი ღვთიურ საქმეს აკეთებდნენ და აი ღმერთი უყვარდათ რაღაცას წვალობდნენ და ეშმაკი ყოველთვის იქნება აი ამის მოწინააღმდეგე იმით რომ თქვენ გამწარდეთ და დაგმო ღმერთი თუ შეიძლება მამაო როგორ შევინარჩუნოთ ამ ყველაფრის მერე ის რომ ეს ბოროტმა თავის მისია აღარ შეასრულოს აი ხო ასრულებს იმას ეხა მე თუ ძალიან ბევრი უბედურება მომივა სასწაკვეთას ჩავარდები ღმერთის აღარ მექნება იმედი ბოროტი ამით თავის მისია შეასრულებს ამ ქვეყანას. გეთანხმები ბატონო. რა გავაკეთოთ მამაო ამისათვის თუ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად აი საქართველოს ისჯება იმიტომ აი სულ ფიქრობ ხოლმე გეფიცებით რომ რატო არის ამდენი გაჭირებული, ამდენი გაუბედურებული, ამდენი ზღვარზე მყოფი მამაო.
აი იმიტომ რომ ღმერთი უყვართ მამაო და რომ დაგმონ მამაო თორე ვინც გმობს ის ძალიან კარგად არის ამ ქვეყანაში დააკვირდით თუ შეიძლება მამაო ვინც ნაწყენდება სიტყვაზე ღმერთზე ეს ნახეთ ფსალმუნები ამოიღე ხო უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა მამაო რომ ხართ რა დედის წინ მოხტუნავე კვიცა ამ გელი შეჭამს ამ გლისფერი ძაღლია ხო წერია ეს ყოველწენ სიბზნეა აი აქ არის ფსალმუნები ეთყობა ღმერთმა წამომაღებინა სპეციალურად 36 ფსალმუნის 25 მუხლი ყრმა ვიყავი და დაუბერდიცა მაგრამ ვერა პოვე კაცი მართალი არც ათესლი მისი დაბრდომილი და მთხოველი პურისა კიდე გავიმეორებ ყრმა ვიყავი და დაუბერდიცა მაგრამ ვერა პოვე კაცი მართალი არც ათესლი მისი დაბრდომილი და მთხოველი პურისა იგი შენ თუ მართლად სწორედ ცხოვრებ ღმერთი ყველაფერს მოგცემს და აი რო გიჭირდა კაც შენ მე და ვიღაცას სად უნდა წახვიდე უნდა მიხვიდე მამასთან ღმერთთან ღმერთო მიშველი ეგ არის სასწროება რომ ჩემი თავის იმედი კი არ მქონდეს და მოყვასის იმედიც უნდა მქონდეს გარკვეულად თავრობის იმედიცა ეკლესიის ყველასი მაგრამ პირველ რიგში ღმერთთან უნდა მიხვიდე ღმერთო მიშველი რა არის ჩემი შეცდომა რა არის ჩემი ცოდვა რომ აი მის გამოვასწორო ჩვენ რა გვინდა იცით ის ძველი შეგვჩეს ხალხობით ჩვენი ცოდვები და რაღაცები და ახალში რა უნდა მე კარგად ვიყვე ის არის შემაკავებელი ჩვენი შემდგომი სისულელების ახსაკვეცად აი გინახია თქვენ ცხოველები ძაღლები ყველას აყავს კატები თუ გახდა კატი და კატა ძაღლი ან ნებისმიერი ცხოველი ავად არაფერს არ ჭამს სანამ არ მოჩება წევს და არის ჩუმად იმის ახლა მკურნალობა რა არის ვინასწავლიდა მკურნალობას ბუნებაში ხო და ჩვენ პირიქით რომ ავათავართ უფრო ბევრს ავჭამთ და უფრო და მე ვეღარ სუნთქავთ და ცუდად ავართ არასწორი მიდგომა ამის თქმა მინდა რა ბრაზდებით ღმერთს რატო მოხდა მე ამისთანა კაცს რატო დამემართე ესე და ახლა ბევრის ისინი მაგალითები ვყავს რომ გამიბრაზდნენ გეგონება ჩემი ბრალი იყო იმათ რომ პრობლემა შეემთხო და რაღაცა და ღმერთს გაუბრაზდნენ ბიჭო შენ დაფიქრდი რატო პაპის ნაჭამმა წემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო საინტერესო ბიბლიაში არის ამაზე საკითხი ლევიანების წიგნში არის ზუსტად ესე იგი თვითონ ბიბლია სვავს კითხვას რა დააშავ აი შენ რო შეცოდავ აი თავიდან დავიწყებ შენ რო შეცოდავ 4 თაობაში მოგთხოვ მეო და დაგიჯიო და თვითონ ბიბლია ეკითხება რა დააშავაო შვილმა და შვილიშვილმაო როცა შენ ჩაიდინე ცოდავ იქვეცებს პასუხს ბიბლიაცებს შვილმა და შვილიშვილმა არაფერი არ დააშავა შეიძლება მაგრამ შენი შვილიო შენი თესლიაო ჯინჭარი ვარც ხო ვერ მოისხავს არც ვარდი მოისხავს ჯინჭარს რაც შენ ახარ შენ შვილიც შენაირიო მაგრამ მე არ მეჩქარება კაცის დაჟჯაო გაცდიო შენო ვაცდიო შენ შვილსაო ვაცდიო შვილიშვილსაო სად დამემალებიო მეოთხე თაობაში მოგთხოვ ამ მიწიდან ამოგიღებ და მაინც დაგიჩიო და ჩვენა აი ეს მეტი კანონი რო არ იყოს ეკლესიაში და ღვთისმიერ დაწესება აი მარტო ამის გულისთვის კაცმა ისე უნდა იცხოვრო რომ შენ შვილს არ დაუტოვო ცოდვა კაცურად რომ შენ შვილს არ შეაგვინოს ვიღაცამ რომ აი შენ აი ამისთანა კაცის შვილი ხარ და ამისთანა ოჯახის შვილი ხარ ეს მე მგონი დღეს დაბადებული ხალხი სულ ყველა მეოთხე თაობაა მამო ერთად მართლა გეუბნებით იცით ეგ ანეკდოტი არის აი მოხე ცოტა გავხი იმიტომ რომ ყველას რაღაცა ეცია არა გვაქვს ხო და აი მაგას საინტერესო ის ანეკდოტია მაგრამ იგავია ჩემთვის ის სასწავლებელია და აი გავიტყვი ახლა და მიხვდებით როგორ მიყვარს თქვენთან ეთერი ეს ერთმა კაცმა ღმერთი ცუდად მოიხსენია და ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა ანგელოზმა შენ
რახან ეგრეთ ცუდად იქცევიო და ღმერთს არ ემორჩილები და პატივისცემა და სიყვარული არ აგაქო დაგიჯისო ღმერთიო და შენ წყალში დაგახჩობს შეეშინდა ამ კაცს და წყალს ახლა როსვავს ჭიქითაც ნელა-ნელასავს ყაი არ გადამცეს არ დავიხჩო აბაზანაში არ ჩადი ზღვაზე აღარ მიდის არაფერზე და წყალს ეშინია სულა და გავიდე 1 წელი 2 წელი აი ნელა-ნელა ადამიანი დავიწყდება თავისი რაღაცეები და მე-10 წელს წავიდა კრუიზში გემით გავიდა გემი უკვე შუა ზღვაში და გამოეცხადა ანგელოს შენ ხო გითხარი ღმერთმა რომ წყალში დაგახჩობ აიო მოდი ხარ ახლა და გემითო ჩაიძირები ზღვაშიო და აიო ანგელოზო მეო დავაშავე ამდენ ხალხმა რა დააშავა აქ რო არიონ გემზე აიო 10 წელიწადი ერთად გაგროვებსოთ ყველას ხო ისიც ეგრე გავალუოთ მოკლედ რა არის იცით ღვთის რისხვას ვერსად ვერ დაემალებ მოდი ნუ განვარისხებთ რა აბა რა თქმა უნდა ნუ განვარისხებთ რა კონდეს მადლიერება როგორ შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს სიყვარული ღმერთის გარეშე ეს არის ნაყინის სიყვარული შეჭამდა დამთავრდა ხო ან კიდე წვადი ან ხინკალი თავისუფლებას ღვთის გარეშე რა არის ღმერთის გარეშე ეშმაკი ხო ტყუილში ცხოვრება მეგობრობა სიყვარული ღმერთის გარეშე რა არის მტრობა და ნებისმიერ ამას თუ ღმერთს გამოვაკლებ რა დარჩება ჩვენი ქართული ისტორია ჩვენი კულტურის ისტორია გამოვაკლე ღმერთი ქრისტიანობას ამოიღე აღარ სტაძრები გვექნება აღარ სადღიგრძელოები გვექნება აღარ ზღვინო გვექნება აღარ რა გვექნება ვიქნებით შენ პაპუასები ხო აბა აბსოლუტურად ხო და მე ცოტა ხო უნდა დაფიქრდე რისთვის მოხვედი სად იყავი და 100 წლის უკან სად იყავი გეკითხები აი არ არსებობს იყავი მე ვიცი სადაც იყავი შენ არის სად იქნებით 100 წლის ავიყოლი იუმორში 100 წლის მერე სად იქნები ვიცი აი მე ვიცი 100 წლის მერე 100 წლის მერე ვიქნები ღმერთმა დაგლოცოს ხო და რა არის იცით თქვენთან ერთად მინდა ვიყო ის მოძღვრები რისთვის ჩემთან რომ მოდიხართ მაგრამ თქვენთან ერთად მინდა ვიყო თქვენ სად იქნებით ყველანი მამო მე ვფიქრობ რომ მე ვიცი სადაც ვიქნები მე 1000% ვიცი რომ თქვენაირი ხალხი ხვდებია ზეცაში მაგიტომ აქ შევდებით მე ვცდილობ რომ ვიღვაწო გავაკეთო რაღაცა და თავი გადავირჩინო და ახლა რომ მართლმადიდებელი თუ კაცი ამას არ ცდილობს ახლა ჩემაგივრათა სხვა ხო ვერ ეცდება და ჩემ გასაკეთებელ სხვა ხო ვერ გავაკეთებს მამო მეტი რაღა უნდა ეცადოთ არქიმანდრიტი ხარ არა ეგ არის არქიმანდრიტები კი ეპისკოპოსები მოხდნენ ჯოჯოხეთში აბა არქიმანდრიტი რა შუაში კაი არქიმანდრიტი ახლა ეგ მე არ ვაფასებ ჩემთვის ერთ საიდუმლოს გასწავლით აი სულ გვაინტერესებს ხოლმე ჩვენ რას ასეთი ის არის ეძიებდებ და პოვებდე ითხოვდე და მოგეცესო ჩვენ აი ყველამ ჩვენი თავი შევამოწმოთ მოდი აი მე კარგი კაცი ვარ თუ ცუდი კაცი ვარ როგორ გავიგო ძალიან მარტივი რამეს გასწავლით კი აი ვიღაცაზე ნებისმიერი ვინც ხელი დავადოთ საზომი რა აბა კაი კაცია თუ აი მე და ვიღაცაზე ავიღე ვიღაც ნაცნობი თუ უცნობი და მე ეხლა ამ კაცზე რო ვფიქრო ვიღაცაზე მე ამ კაცის რომელთვისებას ვეძებ თუ მის კეთილთვისებებს ვეძებ და მისი კეთილთვისებები მინდა ჩემ სასარგებლოდ წამოვწიო და მის სასარგებლოდ ესე კაცი კეთილი ვარ მაგრამ თუ მე ვეძებ რომ აი ეს როგორია ასე სვავს თუ ამალშია თუ ქალებშია თუ კაცებშია თუ რაღაცა ესე იგი მის ცუდთვისებებს ვხედავ მარტო მე გლახავარ ყველა ხედავს იმას რა თვითონ არის იმ სათვალით ხედავს რა სწორი ბრძანდებით რა თქვინდა იმის სიგლახე რატო ვაგურებ კაცო მოდი მე იმის ყველ მეც ხომ აქვს ცუდი თვისებები მეც ხომ აქვს კაი თვისებები შენ ხო გაქვს მე შენ ცუდ თვისებებს კი არ უნდა ვუწყო დევნა და აი ეს არ შეუძლია და ეს ამას აკეთებს და იმ მოდი კაი რაცა გაქვს ისა საწყალ ღმერთმა აცხონოს ბებია ჩემი
და ბებიებისგან ბევრი რამე ვისწავლე. შვილო, კარგი თქვი და კაი გაიგონეო. და საოცარი რაღაცა ყოფილა, იცით? ეხლა მე იმის თქმა არ მინდა რომ ანგელოზი ვარ და ფთები არა. უთქვიათ აი ჩემზე როგორც პიროვნებაზე და შეუგინებიათ, მაგრამ მე ვერ გამიგონია. მე მივხვდარ რომ თურმე შემაგინა. ღმერთმა ამარიდა იმის. არ მომასმენინა. დამიცვა. და რის გამო შეუგინებიათ ის? არა, რა მნიშვნელობა აქვს? არა, როგორ მამა ხო უნდა დაფიქრდე. არა, მე არა, ვის ამატყოფი იყო, არა ნორმალური ხა. მე იმისთვის არც საბაბი მიმიცია, არც მიზეზი მიმიცია და არც შეურაცხყოფა მიმიყენები. მაგრამ არიან ადამიანები. ხო. კი, მესმის. ახლა მე ისეთი რაღაცას მოყვები, საოცარ რაღაცას მოყვები შემიძლია თქვა. სულ არ ვიცი, არა, არ არის საჭირო რა. სასაფლაოზე რომ წამიყვანეს და ეს ვინ მოიყვანიათ აქაო და დამიწყო ჭუბი. გეგონება ჩემინებით მივედი იქაც. მაწვილებაში. არა, ხდულობაში ხო, მოვიდნენ ახალგაზრდები და წამიყვანეს. რომ პანაშვიდი გადავიხო და ჩვენი მეგობარი დაიღუპა. პერი იყავით უკვე მამა დეკანოზე. ადრე იყო 90-იან წლებში იყო. აუ თან მაშინ თქვენზე რა ხდებოდა ჩემ? 90-იან წლებში იყო და მივედი ახლა შევიმოსე ოლარი აღვანცე სასეცხლო და მივედი და ხედავ რომ ვაი ხედა ერთმა ქალბატონმა ეს ვინ მოგიყვანიათ ახლა წევლა გამოიქცა უნდა ჩამომპოტნოს რათა გიცნობ მე ჩემინებით ახლა მოხად გვერდში ახლა რაზე წავიდოდი ჩემინებით ქალბატონო მე ვთხარი თქვენა თუ არ გინდათ მე ახლა ჩემინებით კი არ მოსული მომიყვანეს ბიჭები და როგორც მოვიდი ისე წავალ კარგად იყავი მეთქი ხა ის ურწმუნო იყო ახლა გაბრაზებული იყო ღმერთზე რომ ახალგაზრდა შვილი დაეღუპა და რაღაცა იყო ხლა რა როგორ ემართა ესე და ხა მე ხო არ ავყვებოდი იმას მე ამ ბიჭებს არაფერი წამოვედი მე ამ ბიჭებს ვთხარი შვილო გეკითხათ მეთქი ან მორწმუნე იყო არ იყო ამიტომ როგორ არის იცით მღვდელი როდესაც მიდის წესის აგებას რაღაც იქ არის წერია იკითხოსო მორწმუნე იყო თუ არა მონათლული იყო თუ არა აუცილებელი ეს აუცილებელი არის და ემას ხა როგორ წარმოიდგინე ახალგაზრდა კაცი 90-იან წლებში დაიღუპა და ეს იყო ხო და რახან თხოვეს ბიჭებმა კურსელებმა რომ ჩვენი კურსელია და გვინდა ჩვენცეთ პატივი და რაღაც ახლა რომ ეჭვი როგორ უნდა შემეტანა მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცები კურიოზები ხდება ხოლმე ამხელად კივილია რასაო ხო კივილი ხო გაგანგრიათ რომ დღესაც კი გახსოვთ არა მე ეს ისეთი რაღაც ახლა ამას ისტორია ესე ვერ მოიღავ და მანგრია რა ის თვითონ დაინგრა ცოდვაში ჩავარდა ღდელს მიაყენა შეურაცხყოფა ეს იმისთვის არის ცუდი მოვიდე ერთხელ ერთი და მითხრა რომ წესი ასაგებად კი ბატონო წავყევი რითი გარდაიცვალა ვეკითხე რითი და დაიძინა და ვერ გაიღვი და კარგი წავედი აუგე წესი და წამოვედი მოვიდე მესამე დღეს ცოლი ბოდიშიო მამაო მოგატყუეთ თქვი თუ არ ეს არა მივხვდი უკვე ბოდიშიო რატო მეთქი რადიო და კი არ დაიძინაო წამალ დალიაო და მოიკლა თავიო მე ვთხარი და მე რა თქვენი და მე სიზმარში გამომეცხადავ და მითხრაო ჯერ ხო ცუდად ვიყავი და ვისჯებოდიო კიდე რატო ამ კიდეთ დამატებითი ცოდო რომ უდელი მოატყუეთ აი რატო მოატყუეთ რა ვქნავ რა გავაკეთე მე ვთხარი მე ახლა მე რაც გავაკეთე მაგრამ თქვენ ახლა წახვალ და ამ თქვენ ცოდვას ეპისკოპოსთან იტყვით აღსარებაში დანარჩენი მისი და თქვენი საქმეა მეთქი მე რომ შემიძლია მეკეთე რა არის იცით იმდენი კურიოზების მოყოლა შეიძლება საოცრებები ხდება ხო მაგრამ ხა მე ისიც შემეცოდა მეუღლე ხა იფიქრა რომ უკეთესი გააუკეთა მაგრამ კიდე უარეს წლებში ჩავარდი ხა ამ სიზმარს ახლა მე ხო არ ვეტყოდი ასეთი ნახე ეგ ისეთი რაღაცაა რომ საოცარი რაღაც აი კიდე რას გეტყვით 80-იან წლებში საოცარი რაღაცა მოხდა საღამოს პატრიარქი ვახშმობდა ხოლმე და დაახლოებული პიროვნება გახდით პატრიარქთან და ვახშმობდა პატრიარქი ბრძანდება და მე ვარ მეტი არავინ არ არის ოთახში მის სასადილო ოთახში და წინ ტელევიზორია და იწყება ბრემია გამოაცხადა ბრემია დღესო რუმინეთში დახვრიტეს ჩაუშესკუ
ადგა პატრიარქი სამჯერ გადაისახა პირჯვარი დიდება შენ და ღმერთო და მომიბრუნდა და მეუბნება დღესაო წირვაზეო სანამ არ ვკვეთეო მის სახელზეო არ მომეშვაო მისი სულიო შეგი იმას უჭირდა და შესთხოვა პატრიარქს რომ პატრიარქო მომიხსენე თქვენს ლოცვაში პატრიარქი მოიხსენეო და იმ წუთში დამანება თავი ეხლა ამას ხო ვერ მოიგონებ და ვერ გააკეთებ შემთხვევით ახლა ამი კიდევ ძალიან ბევრი რაღაცების თქვა მაგრამ ამის დაუნახაობა და უგულებელყოფა რა თქვა რომ ხო არა ბოროტე კი არა შტერი უნდა იყო ბოროტე შეგნებული მტერი არა თავის მტერია თუ კაცი ამას აკეთებს თავის მტერია ახლა იმის ცოტა ტვინი თუ აქვს ოდნავი ადამიანური ცოდნა გამოცდილება ღირსება თუ რაც გინდა თქვით ხო ამის უარყოფა ახლა როგორ ახლა ვინ წარმოვიდგენდა იმ დღეს რომ არავინ არ ვიცოდით სანამ რემიამ არ გამოაცხადა რომ ჩაიშვეს და დახვრიტეს არავინ არაფერი არ ვიცოდი არც პატრიარქმა არც მე არც არავინ არაფერი არ იცოდა ხო მანამდე ხო მოამბე იყო ხოლმე 8 საათი არ გამოუცხადები და რემიამ გამოაცხადა პატრიარქმა ის დილით კვეთა 9 საათზე მის სახელზე ნაწილი არ ვიცი რა არის იცით თუ გინდა ადამიანი ზღვაზე წყალს არ დაინახავს აი შუა ზღვაზე რომ დადგეს აი ხედე მაგრამ არ გამოჩნდება წყალი მაგრამ ვის მოატყუებ მაგითი ზღვაში არა ვარ შენ თავს მეც არავის რა არის იცით ნუ გვეშინია სიმართლისა და რეალობისა ნუ გვეშინია ახლა აი ერთინა კვირაში გახდით მეგობართან კახეთში თხოვა ბიზნესმენი სერიოზული კაცია და ადრე უკურთხე ეს თელი მეურნეობა და ის და იმის შემდეგ მიუღია ერთი თანამშრომელი და ის ურწმუნოაო და წარმომიდგინა მათემატიკოსი ურწმუნო კი ბატონო იყავ ღმერთო მოიღოს მოწყალება აბაო სადარიო ის ხო დიდი აფეთქება მოხდაო და არა ბიბლიით მე ვთხარი აფეთქება რით როგორ მოხდა ახლა მე ფიზიკოსი ვარ და შესწავლილი მაქვს საკითხი ტერმინებია სხვადასხვა თორე პროცესი არის ერთი და იგივე დიდი აფეთქება ეს არის დაიქმნა ნათელი აფეთქება მაინც და მაინც წარმოუდგენიათ ბომბი რო აფეთქება არა კაცო სინათლის აფეთქება ეს არის ანიგილაცია რომელიც არც კი იცის რა არის იმან სახელები გადაარქვეს რაღაცეებსა და გონიათ რომ რახან სახელს დაარქვე ახლა სხვა პროცესი რა არის იცით ძალიან ლამაზი და სასიამოვნო არის ცხოვრება აი დაუტყვეთ ჯობია ვიდრე ამ რაღაცეებში ჩა სიცოცხლის სიხარული თუ არა გაკაცა რა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის სიხარული უნდა გქონდეს კაცს წყურვილი ცხონების მამა სიცოცხლის სიხარული თუ გაქვს ესე იგი შენ არ ამთავრებ ცხოვრებას და უკვდავი ხარ ეგ არის უკვდავება რა არის აბა რა მარადისობაში გადასვლა და დაგულოცოს ღმერთი ხო თორე მამა ბენიამინმა თქვა ეხა ამას წინათ მიდღრე ეს რაც არის ტასაცმელიაო რაც გაცვიაო იმაზე სხეულზე რა ტასაცმელი და როგორც მე ხშირად ვამოფხოვე მაგალითად რასაც როგორც ტასაცმელი გაცვდება და გადააგდებ სხეული წვდება და აგდებ არა სულ სხვა არ წვდება მაგრამ უნდა იცოდეს სად იყავი უნდა მოუბრთხილდე წერია სახარებაში ბიბლი ყველაფერი წერია ესე მაგრამ კითხულობა სათაურებს კითხულობდა რას არ კითხულობს ო ძალიან დიდი მადლობა რომ მოუძანეთ სამწუხარო ჩვენ და დრო ამოიწურა აი მაგიტომ მიდოდა სუთემის გადასვლა თემინა რა არის თუ არ ჩაუ სიხრმეში არ ჩახვედი და გაიციგდა სიგანე აი ტრაფარეტებით არ გამოვა რა დიდი მადლობა ყველაფრისათვის სხვათა შორის კოსმონავტობა რო გინდოდათ ერთი გამახსენე და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ წმენაზე რა რომ კოსმოსში რომ მიდიან მამო მარტო მართლმადიდებლურად ნაკურთხი წყალი მიაქვთ იმიტომ რომ სხვა ყველა წყალი ფუჭდება
ეგ თქვენზე ადრე ვიცი მე. ხო, და წარმოიდგინეთ, ამ ხელაზე ის არის. სხვა ნებისმიერ წაიღონო ფუჭდება. ერთი სიტყვა თქვენზე კარგად გეტყვით მაგასა. აუ ერთი წამი ბოთში. ესე იგი, იქ კოსმონავტები რო წავიდნენ, დიდხანს რო გასულია და ხო, ძალიან სწრაფად კოსმონავტები რო წავიდნენ, აინტერესებდათ რამდენ ხანს გაძლევდა ადამიანი, იმიტომ რომ 140 დღის მერე სისხლი იცვლება. 140 დღე წყალს ფუჭდება და ამერიკელ კოსმონავტებს იქონდა ნაკურთხი წყალი და სანამ არ წაიღეს საბჭოთა კოსმონავტებმა ნაკურთხი წყალი, მანამდე 2 წლიანი და 3 წლიანი ციკლი აღარ გააკეთეს. ეხა უკვე 3 წლიანი. კი, რამდენი ნაკურთხი წყალი და რამდენი ხანს გინდა იყო. დიდი მადლობა. მამო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებთ და კიდე მობრძანდებით აუცილებლად აი შემდეგში კიდე ახლო მომავალში მოგიწვევთ. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის. განსაკუთრებით მინდა რომ პატიმრები მოგიკითხოთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად სულ განსაცდელში ხარ და ყველაფერი სიკეთე მინდა გისურვო და ძალა მოგცეთ უფალმა, რომ აი ეს თქვენი ფიქრები, რასაც მადაგროვებთ, ესე ერთიანში მე განგახორციელებინო და გამოგიყვანოთ მაქენა ყველაფერი კარგი ქონოდე და სიკეთე. კარგად ზანდებოდეთ დროებით, მე გახლით გიორგი დარსელი, ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად, მართლა ადამიანი, რომელიც ცხოვრებაც ჩემთვის ავით და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის ირგვლივ ვართ, დიდი სიხარულია და ხვალ აუცილებლად საღამოს ნახევარზე